მოგესალმებით, ეს არის ახალი 6 საათზე ამ დროისთვის განვითარებულ ახალ ამბებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის რეპორტერებთან ერთად მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობ. ერთ საათში პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს უნდა შეხვდეს. მოწოდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოთქვა. ავლაბრის რეზიდენციაში დაგეგმილი შეხვედრით მმართველი კოალიციისა და უმცირესობის კოაბიტაციის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. რა საკითხების განხილვაა დაგეგმილი ამ შეხვედრაზე, დაწვრილებით ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის. დიახ, ერთ საათზე უფრო მეტი დრო რჩება, ერთ საათზე ცოტათი მეტი დრო რჩება პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის პირველი პირის შეხვედრამდე უკვე განსაზღვრულია გენერალური და მთავარი საკითხები, რაზე გაამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარემ. კომენტარი დღის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის გააკეთა და აღნიშნავს სწორედ ის საკითხები, რომელზეც იგი მთავარ აქცენტებს დასვავს და ეს არის სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები, პარლამენტის თბილისში გადმოტანა, პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე შეაფასა თავად შეხვედრის ფაქტი და როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის და ეს კიდევ ერთი ფაქტია ურთიერთთანამშრომლობისა. ამ შეხვედრაზე განვიხილავთ ერთი მხრივ ყველა საკითხს, რაც აინტერესებს პრეზიდენტს, მის გუნდს. ამასობაში ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, პროგრესს ცენტრალურ საკითხზე, იმ კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელზე შეთანხმებაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით. პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ ის პრინციპში მზად არის, ამიტომ ეს მზადყოფნა კონკრეტულად რაში და როგორ გამოიხატება, ამას დღეს გავაკეთებთ. ასევე საკუთარი საკითხები განსაზღვრული აქვს უკვე უმცირესობის წარმომადგენლებსაც, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ შეფასებებს სწორედ მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირისა და საქართველოს პირველი პირის შეხვედრასთან დაკავშირებით, როგორც ისინი აცხადებენ, მთავარ საკითხებად სავარაუდოდ საქართველოს პრეზიდენტი და ასევე უმცირესობის ლიდერი, რომელიც დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, დასვამენ საკითხებს სწორედ იმ კონსტიტუციაში შესაძლოა ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო კურსის ჩაწერას, ასევე ითვალისწინებს საკონსტიტუციო ქვორუმის საკითხს და ასევე პარლამენტის ქუთაისში დარჩენის თემას. ჩვენი მიდგომა ყოველთვის იყო ორიენტირებული თანამშრომლობაზე, ქვეყნის სასიკეთო, ჩვენი მოქალაქეების სასიკეთო და ჩვენ დღესაც გვჯერა, რომ სწორედ ეს ტიპის თანამშრომლობა და გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება იქნება ძალიან კარგი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. ჩვენ გვაწუხებს თემები, რომელიც აქტუალურია ქვეყნისთვის, არა ჩვენი თანამდებობისთვის, არა ჩვენი სკამებისთვის, არამედ აქტუალურია ქვეყნისთვის. შესაბამისად, პარლამენტის დარჩენა ქუთაისში, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ის რომ ერთ პარტიას არ შეეძლოს საქართველოში შეცვალოს პოლიტიკური სისტემა იმდეგვარად, რომ პრეზიდენტის არჩევნები გააუქმოს საერთოდ და კონსტიტუციურმა კორუმმა აიციოს და ამ საკითხებში დაზღვეული იყოს ქვეყანა, ესეც მნიშვნელოვანია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსზე ასევე ძალიან მაღალი კორუმით იყოს დაცული ქვეყანა იმისაგან, რაც სრულიად აშკარად ჩანსო არის ამ მთავრობის ჩანაფიქრი. დღეს მთელი დღის განმავლობაში შეფასებებს აკეთებდნენ ასევე მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებიც, როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ უმცირესობის მსგავსად მათაც განსაზღვრული აქვს კონკრეტული საკითხები და როგორც ისინი ამბობენ, ორადორი საკითხია, რომელზეც ყურადღება იქნება გამახვილებული და ეს არის სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ ხტომაზე უკვე შედგა დებატები და რომელზეც ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ დრომდე ვერ თანხმდებოდნენ. უმრავლესობის წარმომადგენლები იმეც გამოთქვამენ, რომ კომპრომისული ხაზი მოინახება და სწორედ დღევანდელი შეხვედრა იქნება მთავარი გადამწყვეტი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ საპარლამენტო ფორმატში დღის წესრიგში უნდა დადგეს აუცილებლად კვლავ ის საკითხი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებით იყო წარმოდგენილი, კერძოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი, რომელზეც უმცირესობამ დიახაც პარლამენტის პლენარულ ხდომათა დარბაზში უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ორი საკითხია ინიციირებული. ერთი არის პარლამენტის ადგილსამყოფელი საკითხი, მეორე საკითხი არის მიტაცებული უფლებამოსილების პარლამენტისთვის დაბრუნების საკითხი. ამ ორი საკითხის გარდა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერაფერი სხვა საკითხი კენჭისყრაზე ვერ დადგება.
როგორც უკვე მოისმინეთ, განსაზღვრულია მთავარი საკითხები ახლა უკვე ჯერია იმ შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 1 საათში აქ პრეზიდენტის რეზიდენციაში დაიწყება და რომელსაც დაესწრება ქვეყნის პირველი პირი, საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი დავით უსუფაშვილი და ასევე უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე გახდება ცნობილი, მიაღწევს თუ არა შეთანხმებას საპრეზიდენტო და საპარლამენტო შტო, სწორედ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც აქამდე ვერ თანხმდებოდნენ და საკუთარი წინადადებები აქვს როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებსაც. პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი დიპლომატებთან 8 თებერვლის ინციდენტზე ისაუბრა. მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სამსახური უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებს მუშაობა არაჯანსაღ გარემოში უწევდათ. ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა დროულად არ მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირებამ და შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მხოლოდ საპატრულო პოლიციის 1 ეკიპაჟი გამოიძახა. შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა სქემასა და ჩანს თუ როგორ მოახერხა 2 საათიანი მუშაობის შედეგად პოლიციამ ალტერნატიული შესასვლელების ორგანიზება. ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას ინციდენტზე ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ მათ უარი განაცხადეს ალტერნატიულ შესასვლელებზე. მინისტრის ინფორმაციით, აქციაში მონაწილე კანონდარღვევი პირები უკვე დააკავეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა დღის 3 საათისთვის მოითხოვა საპატრულო პოლიციის მხოლოდ 1 ეკიპაჟის და რაიონული პოლიციის თანამშრომლების ადგილზე გამოცხადება. არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ბიბლიოთეკის შენობის წინ ვითარები დაძაბვა ხელოვნურად იყო გამოწვეული. ასევე ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად პოლიციის მიერ შეთავაზებული ხსენებული უსაფრთხო დერეფნებისა, რომელიც ჩვენ ახლა ვიხილეთ, ქალაქის მერმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და მათმა თანხმდელო პირებმა დერეფნის გამოყენებაზე უარი განაცხადეს პრაქტიკულად. საპარლამენტო უმცირესობის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ბრიფინგი წარმოადგენს კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები პირადად ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი იყო. ერთოდ არ მისმის და ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მართლა მოწყვეტილია თავის ფუნქციას და კარგად არ ისმის თუ რა მოვალეობა და ვალდებულება ეკისრება თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს. რას ნიშნავს თუ თურმე დაცვის სამსახურებს უნდა პრეზიდენტის დაცვის სამსახური იყო ვალდებული თურმე დაემყარებინა წესრიგი ქუჩაში. მინდა უთხრა მას, რომ დაცვის სამსახურები არ ამყარებენ ქუჩაში წესრიგს. ქუჩაში წესრიგს ამყარებს პოლიცია. განსაკუთრებით სამარცხვინო ნაწილი დღევანდელი ბრიფინგისა ბატონი ღარიბაშვილის იყო ის, როცა ის უჩვენებდა გიგი უგულავას, რომელიც იქ იმ ადგილას ხმამაღლა ამბობდა, რომ თუ გინდათ შოუს მოწყობა, ეს არის თქვენი შოუ, რომელსაც თქვენ აწყობთ, იმიტომ იქ იყო ნამდვილი მცდელობა ძალადობრივი სისხლიანი შოუს მოწყობისა, არანაირი განზრახვა პოლიციას იქ რომ დაეშორებინა ხალხი და უსაფრთხო დერეფანი შეექმნა არ იყო და ეს იყო გასაღებული ძალადობად. თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა მამალაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დეპუტატების ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანისთვის, ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერ გიგა ნასარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბრალი მას 239 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წაეყენა და გირაოს გადასახდელად ვადა 20 დღით განესაზღვრა. პროცესზე მამალაძის ადვოკატმა ითხოვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 1000 ლარიანი გირაო დააკისრებოდა, რომელსაც ის 30 დღის განმავლობაში გადაიხდიდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გელა მამალაძე გლდანის ნომერ მერვე სასჯელახსრულებით დაწესებულებაშია გადაყვანილი. 20 დღიანი ვადა განსაზღვრული გირაოს დაფარვისთვის და 21 მარტს არის წინასამართლო ჩანიშნული. ხარ გაასაჩივრებთ? სავარაუდოდ არ გაასაჩივრებთ ჩემ დასკვნას. კი, აღიარებს. და ინანიებს კიდევაც კერძოდ იმ ფაქტს, რომ ქალბატონს შემთხვევით დაარტყა ხელი. ბრალდებული არის, აღიარებს, რომ ცემა უბრალოდ როდესაც ეს ფაქტი ხდებოდა, არ იცოდა კერძოდ ეს პირები ვინები იყვნენ რა. ანუ კონკრეტულად განზრახვა რომ ვიღაც მანდამაინც სერგო რატიანი ყოფილიყო, ეგეთი განზრახვა არ ქონია. უბრალოდ აქციის დროს გინების ხმე გვინცი გინებოდა, რეალურად იმასთან მოვიდა შეხლა შემოხვა.
ბუტარობაქიძის საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს გურამ დონაძე ემუქრება. ამის შესახებ გოჩა მუკბანიანი თავად აცხადებს და მტკიცებულებად სოციალურ ქსელში გურამ დონაძის მიერ მიწერილი წერილი მოაქვს. შინაგან სამხედრო სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მუკბანიანს წერილში ძველი წყენის დავიწყებას თხოვს და აფრთხილებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. გადაცემა პატრულის ყოფილი ჟურნალისტი 2004 წლის 23 ნოემბერს მოხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელიც იხსენებს, რომ შემთხვევის ადგილზე ბუტარობაქიძესა და მისი მეგობრებისთვის იარაღის შადების მითითება სწორედ გურამ დონაძემ გასცა. ვინაიძულა გოჩა მუკბანიანს სამართლოსთვის ცრუჩვენების მიცემა და როგორ გრძელდებოდა წლების განმავლობაში მასზე ზეწოლა ნახეთ თაია მახარაშვილის რეპორტაჟი 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ჩემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვნახულობ წერილს გურამ დონაძის მიერ მოწერილს, რომელსაც გაჩვენებთ კომპიუტერში, სადაც ესეთი შინაარსის ტექსტია. საკმაოდ გათვლილი თავისი ჭკუით, მაგრამ შინაარსი ასეთია, რომ არ დამიმალო დაკითხა თუ არა პროკურატურამ, პირადი წყენა გვერდზე გადადე, იმედია პროკურატურაში არ მოიტყუები, ჩემს იარაღთან დაკავშირებულ საკითხს, ჩემს იქ შემთხვევის ადგილზე აქტიურობას და საერთოდ ჩემ იქ ყოფნას. ბრწყალებში ეს ყველაფერიც მალე ჩაივლის და კიდევ ერთხელ გიმეორებ, გადადე გვერდზე პირადი წყენა. ამ წყენის მიზეზს და რაღაცა არ ვაკონკრეტებ, მოკლედ თვითონ წერს ამ შინაარს. რომ საფრთხე ემუქრება მოწმეების სიცოცხლეს, მე მინდა მივმართო სამართალდამცავებს, პროკურატურას, რომ დაცული იყოს მოწმეების უსაფრთხოება, ასევე მათი ოჯახების უსაფრთხოება და ასევე მინდა მივმართო სასამართლოს, რომ ეყოფათ მათ ამდენი დაცინვა. ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც გიორგი ტუღუშის სასჯელახსნილობის მინისტრობის პერიოდში შეიქმნა, პრევენციის მექანიზმის ექსპერტები ჩაანაცვლებენ. როგორც სახალხო დამცველმა უჩან ანუაშულმა არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტაცია კონკურსის საფუძველზე შედგება და დაახლოებით 30 კაციანი მონიტორინგის ჯგუფი დაკომპლექტდება, რომელიც იმუშავებს როგორც სასჯელახსრულებით, ასევე სხვადასხვა ტიპის დახურულ დაწესებულებებში. ჩამონათვალში მედიის წარმომადგენლები არ არიან, თუმცა როგორც უჩან ანუაშულმა განმარტა, ჩამონათვალის პირველ ნაწილში, რომელიც სასჯელახსრულების სფეროში მონიტორინგის გამოცდილების მქონე იურისტებსა და სხვა პირებს გულისხმობს, ეს სხვა პირები არ არის გამორიცხული, რომ იყვნენ მედიის წარმომადგენლები, თუ კი მონიტორინგის გამოცდილება გააჩნიათ. ექსპერტების ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად დაგეგმავს როგორც გეგმიურ, ასევე ექნება შესაბამისად არაგეგმიური ვიზიტები დაწესებულებებში იმისათვის, რომ განხორციელდეს ეფექტური მონიტორინგი. ჟურნალისტები არ წერია, მაგრამ ასევე არ წერია სხვა პროფესიის წარმომადგენლები, ხო? ეხლა უბრუნდებით კიდევ იმ კითხვას, რომელზეც პასუხი გავეცით, რომ არ არის აკრძალვა კიდევ ერთხელ მეორე არ არსებობს ამ ჩამონათვალში. რაც შეეხება ციხეებში ჟურნალისტების შესვლას, როცა ამის საჭიროება იქნება, როცა ამის აუცილებლობა იქნება, მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ პერიოდულად ამის შესაძლებლობა ჟურნალისტებს ექნებათ. ეხლა რო ვთქვათ, რომ ყოველ დღე ციხეებში ჟურნალისტები იქიდან პირდაპირ ეთერებს მოაწყობენ, თუ მაჩვენებთ სოფლიოს რომელიმე ერთ ქვეყანას, სადაც გავსი გამოცდილება არსებობს, შეგვიძლია გავაკეთოთ. მე მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობისათვის აუცილებელია იყოს ადვოკატიც, იყოს ჟურნალისტიც, იყოს სხვა პროფესიის წარმომადგენელი. ეხლა ის რომ ვიღაცას შეზღუდვას უწევსეთ, მე მიმაჩნია ეს არასწორად. ეს პოზიცია კიდევაც გავაჟღერე შეხვედრის დროს. გამკაცრდება თუ არა ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ კანონი. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოდის. კონსტანტინე კუბლაშვილმა ინიციატივა სასამართლოებთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრაზე დააყენა. უზენაესი სასამართლო ფარულ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ამ ინიციატივით კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფთან შეხვედრაზე გამოვიდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონის გამკაცრების აუცილებლობა ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ჩვენ შევძელით, რომ ამ კანონის ფარგლებში დღეს ცოტა აგვემაღლებინა სტანდარტი ფარული მოსმენა მიყურადებაზე სასამართლოს ნებართვის გაცემის, მაგრამ მოხდა ესეთი რამ, თქვენ გახსოვთ ალბათ, სასამართლოს საიდუმლო ბრძანება გამოქვეყნდა საჯაროდ, რაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი. არ მეგვისა ვერ დავზარი ეს ხალხი. იუსტიციის სამინისტრო კუბლაშვილს წინა ხელისუფლების დროინდელ ფარულ სატელეფონო მოსმენებს ახსენებს, რომლებიც ალექსანდრე ბარამიძის თქმით ყოველგვარი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა.
მე არ ვიცი რატომ დადო დღის წესრიგში ეს მოსმენების საკითხი, მაშინ როდესაც 9 წლის განმავლობაში სრულიად ყოველგვარი კონტროლის გარეშე უსმენდნენ ყველას და ეს ის ყველა მაგ ქვეყანაში. როდესაც ეს ცვლილებები შემოდის, კუბლაშვილმა აღიარა, რომ იგი იყო სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და ამას იმიტომ არ აკეთებდა. დღესვე გადაწყდა, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე იმუშავებს. ყველა მხარისათვის სასარგებლო იქნება, თუ კი ეს ჯგუფები ჩაერთვებიან სასამართლო პრაქტიკის განხილვაში და სასამართლოს პრაქტიკის განხილვიდან გამომდინარე უკვე შეიძლება დადგეს საკითხი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ერთადერთი მიზანი, რაც ამ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს, ეს არის განამტკიცოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გარდა ამისა, ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრას ის პრობლემები, რომლებიც არსებობს განსაკუთრებით სისხლის და ადმინისტრაციული საქმეების კუთხით. სასამართლო არის ინიციატორი რეფორმების, ეს არის კარგი, იმიტომ რომ სასამართლო ყველაზე უკეთ უნდა ხედავდეს წესით იმ პრობლემებს, რაც სისტემაში არსებობს. თუმცა აქამდე რატომ არ ხდებოდა, ეს საკითხავია. იუსტიციის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კუბლაშვილის უწყების მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი სისხლის სამართლის რეფორმაზე მომუშავე უწყებათა შორისი კომისიის დუბლირების მცდელობაა. საკოორდინაციო საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯები გადადგა იმის მიმართულებით, როგორ უნდა განვითარდეს სისხლის სამართლის რეფორმა ამ ქვეყანაში, დუბლირება, ამიტომ აი ამ პროცესების ნამდვილად არ არის საჭირო. 10 დღეში გაიმართება სასამართლოსთან თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეები და ადვოკატები შედიან. ნუ გააუქმებთ ოკუპაციის კანონს, ნუ გააუქმებთ საქართველოს. ამ სიტყვებით გააპროტესტეს კანცელარიის წინ შეკრებილმა 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის შესატანე ცვლილებები. ცვლილებების თანახმად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად პირს პირველ ჯერზე მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდება. აქციის მონაწილეების განცხადებით აღნიშნული კანონის შედეგად საქართველოს მთავრობა რუსეთის ინტერესებს ატარებს. აქციის მონაწილეებს უპასუხა რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება უპირველესად სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე ზრუნავს და ქვეყნის ინტერესები ოკუპაციის კანონში სრულად იქნება გატარებული. ვაპროტესტებთ ოკუპაციის კანონის შერბილებას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მიგვაჩნია შერბილებას, შეიძლება კიდევ შერბილება მოყვას, კიდევ შერბილება და შეიძლება საერთოდ გაუქმდეს ეს კანონი. როდესაც რეალურად ოკუპირებულია ტერიტორიები, არანაირი კანონის შერბილებები არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში. და არსებობს საზოგადოება, ყველამ დაინახოს კარგად, რომელიც ყოველთვის უარყოფს და ყოველთვის გააპროტესტებს ამგვარ ქმედებებს. ეს არის კრემლში დაგეგმილი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს საზღვრების მოშლას და ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ქართველების ხელით აპირებს განახორციელოს რუსეთმა. რაც რეალურად ხდება, გახლავთ ისა, რომ პირველ ჯერზე ნაცვლად არაადეკვატური სისხლის სამართლებრივი სასჯელისა, რომელიც გულისხმობს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას არსებული რედაქციით, პირს შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ანუ მას ერთის მხრივ შეეფარდება სახდელი და მეორეს მხრივ ეცნობება, რომ ის არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მარნეული, წალკა, წილკანი და დიდი დიღომი. ინდოეთის მოქალაქე საინი დრჰამჭიდი საქართველოში გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთებს თანამემამულეებს ვიდეო პორტალ YouTube-ის მეშვეობით აცნობს და საკუთარ კომპანიასაც რეკლამას უკეთებს. შუამავლობით ქროუნ ჯგუფი 2010 წლიდანაა დაკავებული. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი მოთხოვნა ინდოეთის მოქალაქეების მხრიდან ქართულ მიწაზე საკმაოდ გაიზარდა. რა შეხედავენ პრობლემას ადგილობრივები და ექსპერტები ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისებაში. არსებობს თუ არა დემოგრაფიული პრობლემის საშიშროება. დეტალები გვანცა პაპავაძის რეპორტაჟი 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ქართული მიწებით მრავალი ქვეყნის მოქალაქე ინტერესდება. ევროპელები, აზიელები, მათ შორის არიან ინდოეთის მოქალაქეებიც. ზოგიერთ სასტუმროს გახსნა სურს, ზოგსაც საავადმყოფოსი. შეიძლება სახლის ყიდვაც უნდოდეთ. ჩვენ ამ სახის შეთავაზებებიც გვაქვს. დაინტერესებული უცხოელების საქართველოში ლეგალურ ჩამოსვლასაც უზრუნველყოფთ. უკეთებთ მოწვევას, ვიზის მისაღებად და ასე შემდეგ.
ბიზნეს რეკეტი ბაკურიანში სასტუმროს მფლობელები პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვენ. 20-მდე სასტუმროს მეპატრონე მეცხრე ართან იმ შეხვედრის დეტალებზე საუბრობს, რომელიც მათ ბორჯომისა და ბაკურიანის პოლიციის სამმართველოს უფროსებთან ჰქონდათ. ბიზნესმენები აცხადებენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები მათ კუთვნილ სასტუმროებში 3-3 ნომრის მომსახურებას მთელი სეზონის განმავლობაში უსასყიდლოდ მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. დაიწყება თუ არა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, რაც აცხადებენ პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში. დეტალები 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ამას საუბარს რამდენადაც მე ადგილობრივებმა და სასტუმროს მეპატრონეებმა მომიყვნენ, ესწრებოდა ბაკურიანის და ბორჯომის მილიციის უფროსები და საკმაოდ ისეთი კაცრი ტონით მოსთხოვეს ბაკურიანელებს და სხვადასხვა სასტუმროს მეპატრონეებს ამ პირობის შესრულება. ათო ადამიანზე და როდიდან აღარ მუშაობს. გუშინდელიდან და რატო გავუშვით მოსაყურებლად? ახალი 6-ზე დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. მიხეილ სააკაშვილი ბაღდადში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ბაღდადში პრეზიდენტის ჩასვლაზე ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი თევდორაძე ესწრება. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მცდელობის მიუხედავად პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. პრეზიდენტმა დაიწყო როგორც 2 დღის უკან განაცხადა მან რომ იგი აპირებს რომ ყველა რაიონში ჩავიდეს, ყველა მუნიციპალიტეტში შეხვდეს მოსახლეობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოისმინოს ყველა ის საკითხები რაც მოსახლეობას აწუხებს. მათი შეხედულებები იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც წინა ხელისუფლების თუნდაც შეცდომები იყო დღევანდელ დღეს არსებული მდგომარეობთან დაკავშირებით. თავარი არსი არის ძირითადი ის რომ პრეზიდენტმა მოისმინოს მოსახლეობისგან დღევანდელ დღეს არსებული მდგომარეობას როგორ აფასებს მოსახლეობა და თუნდაც წარსულებს თუნდაც ჩვენს მომავალს. ელბაღდადს უნდა და თელ საზოგადოებას ენახა შეხვდეროდეს პრეზიდენტთან ჩვენი გაჭირება ჩვენ რაღაც ორი სიტყვა გვეთქვა. და ამის უფლება არ მოგცეს ახლა აგერ დგას საზოგადოება რომელიც არ შევიდა, არ შეუშვეს და გავიცი რატომ არ ვიცი. დღეს გავიგე რომ ქვეყნის პრეზიდენტი მობრძანდება სტუმრად ბაღდადში და როგორც ბაღდადის მოქალაქეს მინდოდა მას შევხვედროდი და მომესმენა თუ რას ეტყოდა ის ბაღდათელ ხალხს. მაგრამ გამოვცხადი მუსიკალურ სკოლასთან, იქ არავინ არ შემიშვა და მეუბნებიან რატომ უნდა შეგიშვა, თქვენ სიაში არ ბრძანდებითო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ზავრაშვილმა ყალბიცნობა დაამზადა, რის სანაცვლოდაც 300 ლარი ქთამის სახით აიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ფორმად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ ზავრაშვილმა დაამზადა ყალბი ცნობა, რომლის სანაცვლოდაც ქრთამის სახით აიღო 300 ლარი. სამწუხაროდ იმედები გაგვიმტყუნა ამ ადამიანმა, ჯერ ფაქტურად ბრალი არ წაყენებია, მაგრამ როგორც მე დაუკავშირდი გამოძიებლებს და მითხეს, რომ ფაქტი დაადასტურეს გამოძიებლებმა. აქედან გამომდინარე, მე ვიძახი ერთ რამეს, რომ ჩვენ რაიონში ყოველთვის ვიძახდი ყველა გამოსვლის დროს, რომ 10 ჯერ უფრო მეტი კონტროლი და 100 ჯერ მეტი კონტროლი იქნება ახალ დანიშნულ ადამიანებზე, რომლებმაც დაიკავეს ის არ ეპატიება არავის, არც ერთი გადაცდომა. არც ერთი ესეთი ფაქტი არ ეპატიება და მით უმეტეს ახალ მთავრობის დროს დანიშნულ ადამიანს. ზეწოლა და პირდაპირი ანგარიშწორება ბიძინა ივანიშვილისგან გია თორთლაძეზე. ასე აფასებს ყოფილი პარლამენტარი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. საქართველოს დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელი დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. გია თორთლაძეს წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება 7 თებერვალს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს არის პირადი ანგარიშწორება ბატონი ივანიშვილისა. არავითარი პირადი მიზნებისთვის არც ერთ თეთრი არ ყოფილა დახარჯული. რაც შეეხება მანქანის გაყიდვას, გავყიდეთ იმიტომ, რომ არ ჩაგვითვალეს კონკრეტული ღონისძიებები სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გვიჩივეს თვითონ რომ ეს მანქანა უნდა გაგვიყიდა. მე ამის შემდგომ მოქმედება იყო ესეთი, რომ ჩვენ ეს მანქანა გავიღეთ და გავყიდეთ და ესეც სახელმწიფო უწყებაა, ვინც მოგვცა ამ გაყიდვის უფლება.
გდანის ნომერ მერვე სასჯელახსრულები დაწესებულებაში მყოფი თურქეთის მოქალაქეები თურქეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრებმა მოინახულეს. ვიცე-კონსულ იაიდე ნაჩიკელის განცხადებით, საქართველოში 30-მდე თურქეთის მოქალაქე იხდის სასჯელს და დაწყებულია მუშაობა მათ ექსტრადირებაზე თურქეთში. ამ საკითხზე სახელმწიფოთა შორისი სამუშაო ჯგუფი 2 თვის წინ შეიქმნა. ჯგუფის ფარგლებში თურქ პატიმრებთან ეს პირველი შეხვედრა იყო. თურქულ-ქართული სამუშაო ჯგუფის მიზანია პატიმრების გადაცემის საკითხში თანამშრომლობა, რომ საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქეები გადაეცეს თურქეთს და პირიქით თურქეთში დაკავებულები საქართველოს. გდანის ციხეში 11-მდე თურქეთის მოქალაქეა. უკმაყოფილოები არიან, რომ თურქულ არხებს ვერ უყურებენ. ასევე ბევრი თვლის, რომ უკანონოდაა დაკავებული. გიორგი ფოჩხუას და ელენე ფოჩხუა მსახიობის მკვლელობის ახალ ვერსიებზე საუბრობს. ელენე ფოჩხუა ამბობს, რომ ოჯახის ინფორმაციით ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გიორგის დავალება მისცა, რის შესრულებაზეც მსახიობმა უარი თქვა. ფოჩხუას ოჯახის წევრები კონკრეტული პიროვნებებს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ დამადასტურებელ მასალებს საგამოძიებო ორგანოს მიაწვდიან. ელენე ფოჩხუა საქმის ხელახალ გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს. ოჯახმა ოფიციალური განცხადებით უწყებას უკვე მიმართა. მე რა უნდა მომეყოლა. გიორგის სთხოვეს ერთი რაღაცა საქმის გაკეთება. არ ვიცი ვინ მისთან უნდა შესულიყო თუ რა უნდა გაეკეთებინა, თუმცა გიორგი მუთხრა ამ საქმესთან დაკავშირებით უარი. შემდეგ მათ შეეშინდათ, რომ გიორგი ალბათ ამ ინფორმაციას გაავრცელებდა, ან ვინმეს ეტყოდა. და უკვე სცემეს, ან შეიძლება არც უნდათ მოკლა და სცემით შეაშინებდნენ, თუ არ ვიცი რა იყო, მაგრამ ისეთი ნაცემია, რომ ფაქტია, რომ გიორგი მოკლეს. საქართველოში ქართულ-უკრაინული სავაჭრო პალატა იქნება. სავაჭრო პალატის მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი ბიზნეს პროექტების ხელშეწყობა იქნება. უკრაინული დელეგაცია დღეს ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრა ბანკა სტაროკიევის მფლობელი იური იორმინენკო, უკრაინის სახელმწიფო ლატარიის კომპანიის თავმჯდომარე გიორგი ვიჟენკო, რძის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი ვლადიმერ დოროტი და უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ესწრებოდნენ. ფინანსთა მინისტრმა სტუმრეს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში არის გაუმჯობესებული, უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება იზრდება, ძალიან ბევრი სფეროა, ბევრი პროექტია და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ქართულ-უკრაინული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ავა ძალიან მაღალ დონეზე და ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ბიზნესმენებისათვის. Смысл визита это ვიზიტის შედეგი რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს. ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახელწოდებით ქართულ-უკრაინული მრჩეველთა საბჭო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. დიახ, მომიწვიეს როგორც ამ ორგანიზაციის მენეჯერი უკრაინაში. კიევში უახლოეს მომავალში გაიხსნება ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოფისი, რომელსაც ეყოლება მრჩეველთა საბჭო, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ბიზნესმენები. ამ ორგანიზაციის მიზანი ბიზნეს ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაა. ნოდარ ხადური დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ასოციაციის წევრებს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბიზნეს წარმოება თავისუფალი უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევისგან. შეხვედრაზე ასევე ბიზნესისთვის აქტუალური საკითხებიც განიხილეს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო დიალოგს მომავალშიც გააგრძელებს და ის მზადაა ყველა გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიიღოს. ჩვენ თავარი ამოცანაა, რომ ბიზნესთან პარტნიორობით ჩვენ ავაშენოთ ახალი ძლიერი ეკონომიკურად ძლიერი საქართველო და ეს წარმოუდგენელია სახელმწიფო და ბიზნეს შორის თანამშრომლობის გარეშე. ბიზნესისგან არის სრული მზადყოფნა და რა ძალიან სასიამოვნო და მესასალმებელია არის დიდი მოლოდინი იმისა, რომ დაიწყება აღშენებლობის შეუქცევადი პროცესი, ისინი მზად არიან, გაზარდონ თავისი ინვესტიციები, გაზარდონ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. ბევრ საკითხზე ჩვენ შევთანხმდით, ბევრ საკითხზე ჩვენ საერთო ენას დავინახეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ალბათ პრინციპული არის, რომ არსებობდეს კომუნიკაციის არხები, რომელიც მისცემს საშუალებას ბიზნესს და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვიფიქროთ მომავალზე. ამ შემთხვევაში ბიზნესმა უნდა იფიქროს მომავალზე, განვითარებაზე, იმაზე, რომ ყველაფერი წავიდეს წინ, იყოს უკეთესად და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე ჩვენ დღეს ვსაუბრობდით, ბევრ პრობლემებზე ვსაუბრობდით, ბევრ თემებზე ვსაუბრობდით. არის საკითხები, რომელშიც ჩვენ ალბათ საერთო ენას სწრაფად ვიპოვით, არის საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა დავამუშავოთ, მაგრამ ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა.
კონკურსი მეომბუდსმენი 2012 დასრულდა. სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსის დამფუძნებელი იყო ქსელური ტექნოლოგიებზე და ინტერნეტის საშუალებით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მოსწავლეებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიიღეს. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა და ფინანსებით ჩატარდა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არის ამ ტიპის საქმიანობა, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები ავლენენ თავიანთ ცოდნას სამოქალაქო და იურიდიულ თემატიკაში. მე მიმართ კიდევაც ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებულებს იმ იდეით, რომ ჩვენ თვითონ სამინისტროს გარკვეული ინიციატივები გვაქვს ახალი ამ მიმართულებით. ეს არის აკადემიური თავისუფლების თემა, რომლის განხილვაშიც მე იმედი მაქვს ჩაერთვება მთელი საზოგადოება, მათ შორის ეს განსაკუთრებული ბავშვები. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადავხადო ომბუდსმენის აპარატს ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებისათვის. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და გავეცანი ადამიანებს და ვიმედოვნებ რომ ასეთ რაღაცა კიდე მომავალში ხშირად იქნება. საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია ვეტერანებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ცალკეული ჯგუფების მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნით ადგილი ჰქონდა ვეტერანთა გამოყენების ფაქტებს. ფედერაცია კატეგორიულად ემიჯნება ამ ქმედებებს და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს შეწყვიტონ ვეტერანთა სახელით მანიპულირება. გარკვეული პოზიცია პოლიტიკური ვიღაც დღეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არის მკვეთრად პოლარიზებული და ცალკეული ჯგუფები საკუთარი პოზიციის გამოხატვის მიზნით მიმართავენ საკმაოდ რადიკალურ ზომებს, ადგილი ჰქონდა მცდელობებს, რომ აღნიშნულ ქმედებებში ჩართული ყოფილიყვნენ ვეტერანთა ფედერაციის წარმომადგენლებიც. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს სახელით სურს განუაცხადა, რომ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ მსგავს ქმედებას და არ ვაპირებთ ფედერაცია ვაქციოთ პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტად. შესაბამისად, ნებისმიერი სახის პოლიტიკური განცხადება ცალკეული ინდივიდების მიერ აღნიშნული ორგანიზაციის სახელით არ გამოხატავს ორგანიზაციის საერთო პოზიციას. გარდაბნის რაიონში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა, სადაც ყრილობის დელეგატები და ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. კონფერენციას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა ხაბარელი და სოსო ჯაჭულიანი ესწრებოდნენ. კონფერენციაზე დასწრებას მამუკა არეშიძის 10-მდე მხარდამჭერით სითხოვდა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. კონფერენცია მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი მოწვეულმა დელეგატებმა ერთხმა დაირჩიეს. კონფერენციაზე რაიონული ორგანიზაციის ბიუროს 5-კაციანი შემოადგენლობითაც დაკომპლექტდა. შეხვედრაზე პარტიის სამომავლო გეგმები და ძირითადი მიმართულებები დაასახელეს. არეშიძის მიმართებაში, რომელიც მონათლეს მოღალატეთ, მე ვიცი ყველაზე დიდი ინფორმაცია და მაგის გულიზე მომწყვიტეს ყველანაირად. მე მინდა დავესწრო როგორც სტუმრის სტატუსი და ავხადო ფარდა, ჩადუნეს მიმართო დებატებში და გამარკვიო რა შვება. ყველაფერი ჩატარდა ძალიან კარგად, ლეგიტიმურად, ყველა წესის დაცვით. არანაირი პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება ამ ადამიანებს, ვინც გარეთ დარჩნენ და ვერ მიიღეს მანდატები, ჩვეულებრივი ამბავია, ეს განსაზღვრული სულ არის 150 ადამიანი. ყველა ვერ მოხდება თავის ხადია, მაგრამ სასიამოვნოა ის, რომ ყველას დიდი სურვილი აქვს მოხდეს ამ პარტიის რიგებში. მამუკა არეშიძე გვარით კანდიდატურაზე და მოიხსნა კანდიდატურა და ხალხმა ამირჩია, მე ჩავადგები სათავეში და ჩემგან რაც იქნება გასაკეთებელი მაქსიმალურად გავაკეთებ. ორი ადამიანი დაგლიჯა ტურამ სიღნაღის რაიონში, შემთხვევა სოფელ გუჯაანში მოხდა. ნადირმა დილის 8 საათზე სოფლის შუაგულში ჯერ ჯიყაშვილების ოჯახის დიასახლისი დაგლიჯა, შემდეგ კი მეორე უბანში ახალგაზრდა მამაკაცი. ამის შემდეგ ტურა სოფლის ცენტრში მოკლეს. ორივე დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ადგილობრივების განცხადებით, ბოლო პერიოდში ნადირი საკმაოდ მომრავლდა. მოსახლეობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს. ძაღლი მეგონა და მინდოდა რომ გაქცეული იყო. და ამ დროს გამოექანა ჩემსკენ სახეში უნდოდა რომ ეკბინა, რომ მოვიშორე ხელით, ხელში მიკბინა. ტახში ვიყავ, გარც უნდა გამოსულიყავი და ხმა გავიგე რაღაც კაცმებისავაც გრიახი და როგორც ხდება ხოლმე. თავიდან ძაღალი მეგონა. ახლა რომ მივედი მეც, ასე ვთქვათ. დამგან მიკბინა. ერთ ფეხზე, მეორე ფეხზე.
გემევე კიდე მე ძაღლთან მიზაღლი და წამოვიდა ქეთედოში გამოდარი შეშებთან ავიღე ფიცელი და ფიცილთვის ავქენი დავარტყი ფედერაში ფედერში დავარტყი დამოვიდა მე მოვყოლა თავში და მოვყალივე ძიუდოს აკადემიის დარბაზში დღეს კრივში საქართველოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი პირველობაში, რომელიც 10 წონით კატეგორიაში გაიმართება. საქართველოს ყველა რეგიონის 90 მოკრივე მიიღებს მონაწილეობას. სასტარტო დღეს 12 და 13 თებერვალს ტურნირის მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ორთაბრძოლები შედგება. ფინალები კი 14 თებერვალს ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატის მოკრივეები ახალ სეზონს ხსნიან. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრები თებერვლის ბოლოს ბორჯომსა და ბაქოში გაევლიან შეკრებებს. ბაქოში გუნდი საერთაშორისო ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას. ქართულ მოკრივეებს მაისის მიწურულს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერით. მსოფლიოს ჩემპიონატი კი ოქტომბერში ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში ჩატარდება. ის მოკრივეები ვისი ნახვაც სურს ამ ჩემპიონატზე ყველა არის ჩამოსული და ეს პირველობა გადაწყვეტავს ვინ იქნება საქართველოს ნაკრების წევრი. ვიმედოვნებ რომ ამ ოლიმპიურ ციკლში ეს პირველი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საწინდარი იქნება რიო-დე-ჟანეიროისათვის და აი ამ ციკლისათვის მაღალ პროფესიულ დონეზე წარმატებებისათვის. და დროა გავიგოთ რაზე შეაჩერებს ყურადღებას თეაშველიძე გადაცემა ბიზნესის დროში. დღეს ყურადღებას ამას ის თავად გვეტყვის. თეა მოგესალმებით და გისმით. მოგესალმებით ვასიკო, რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემებს, ცნობილია რომ ბოლო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრამ ბიზნეს კომპანიებთან მიიღო სისტემატიური ხასიათი. დღეს გაიმართა უпроსტად იმართება ამ წუთებში შეხვედრა ფინანსთა მინისტრი ხვდება ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. დილით კი გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ბიზნეს ქართულ და უცხოურ ბიზნეს კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და ჩვენ პირდაპირ ეთერში დავსვავთ კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა სიახლეებია და რა სახის ინფორმაცია მიიღეს დღეს ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა. გარდა ამისა დღეს გვექნება ჩვენ თემა, როგორც ცნობილია, ოქტომბერში იყო საკმაოდ ხმაურიანი გამოსვლები და გაფიცვები, მათ შორის ჭიათურის მაღაროელების. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შეასრულა ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციამ ის დაპირებები, რომელიც მისცა მაღაროელებს, საუბარია სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ანაზღაურების გაზრდაზეც და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ამ თემასთან დაკავშირებით კომპანია ჯორჯიან ამერიკან ელოისის უსაფრთხოების ტექნიკისა და ბუნების დაცვის სამსახურის დირექტორი ზაალ ქაჯაია. მადლობა, ასეთი იქნება ბიზნესის დრო თეაშველიძესთან ერთად. ის 8 საათზე დაიწყება, საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში ზუსტად 9-ზე თამთა სანიკიძესთან ერთად დაბრუნდება.